რუსთავ ქალაქობის კვირაული გრძელდება. კვირაულის ფარგლებში წელს პირველად სპეციალური კონკურსი წლის საუკეთესო ეზო გამოცხადდა. გამარჯვებულები ეზოების მაცხოვრებლებს ქალაქის მერიისგან სპეციალური საჩუქარიც გადაეცათ. ნახეთ ქრისტინა ასლამაზაშვილის სიუჟეტი. რუსთავ ქალაქობისადმი მიძღვინმა ღონისძიებებმა წელს მასშტაბური სახე მიიღო და ქალაქის ცენტრალური ქუჩების გარდა რუსთავის მუნიციპალიტეტებიც მოიცვა. წლის საუკეთესო ეზო ასე ერქვა კონკურსს, რომელიც რუსთავ ქალაქობის კვირაულის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა და 10-ვე მუნიციპალიტეტში საუკეთესო ეზო დასახელდა. გამარჯვებულებს ტიტულთან ერთად სპეციალური საჩუქარიც გადაეცათ. დღეს სამ მუნიციპალიტეტში მივედით და გადასცა ქალაქის მერმა და მოადგილემ საჩუქრები. დანარჩენი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. ამაზომ გაიმარჯვა, თოდრის ციხე ნომერი 7 ვინა და აქედან გამომდინარე ქალაქის მერიამ დაასაჩუქრა. საჩუქრად გადაეცა ტენისის მაგი და თავისი ჩოგნებით. ინფრასტრუქტურაც კარგი გვაქვს და კარგი განწყობილი ხალხი ცხოვრობს აქ და ჩვენ იმედი გვაქვს ყოველთვის კარგი იქნება და კიდე უნდა რაღაცა გააკეთონ ისეთი რომ ხალხს ესიამოვნოს. წლის საუკეთესო ეზო სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით თავად მოსახლეობამ აერჩია. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონა და აქტიური მაცხოვრებლები. ეს იყო მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დღეს გამართულ ღონისძიებებს ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები რუსთავში ვიზიტად მყოფ პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლობასთან ერთად ესწრებოდნენ. რუსთავის მერის თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ყოველწლიურად მოსახლეობას ექნება შანსი საკუთარ ეზოს გამარჯვებულის ტიტული მიანიჭოს. მუნიციპალურ ეთეულში თითო ეზომ გაიმარჯვა. ამ შემთხვევაში გაიმარჯვა 21-ის კონკრეტულმა ამ კორპუსმა. კარგია, მე ყველა ეზოს მოუწოდებ, რომ მომავალ წელს უფრო აქტიურები იყვნენ და შეიძლება თქვა დამბინას წაართვას 22 ნომერი ბინა არის, მე როგორც მახსოვს, წაართვას სხვა კორპუსმა, რაც ყველაზე სუფთა და ყველაზე კარგი ბინის სტატუსი. ყველაზე მთავარი რაც არის ამ ღონისძიებაში, რომ რაც შეიძლება უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობა. ანუ ეს დღესასწაული არ არის ვიღაცა როგორც ადრე იყო ხოლმე, რომ იყვნენ ვიღაც პრივილეგირებული პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ასეთ ღონისძიებებში, რომლებიც გეგმავდნენ ამ ღონისძიებებს და თავისთვის იწყობდნენ ღონისძიებებს. ესეთი რამ აღარ იქნება. ეს ღონისძიება არის ხალხის ღონისძიება. ინიციატივა ხალხიდან რაც მოდიოდა, მათაც ჰქონდათ სურვილი, რომ ამ ეზოს მიიღო მონაწილეობა ასეთი ტიპის ღონისძიებაში და ზოგადად ჩანაფიქრი ის არის, რომ მხოლოდ ერთ ადგილას არ უნდა ხდებოდეს რუსთავ ქალაქობის ჩატარება, გაიშალოს უბნებში და პერიფერიებში. კონკურსის ფარგლებში ხვალ კიდევ 2 საუკეთესო ეზო გამოვლინდება. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და ტრადიციულ